ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა. დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. რას გაძლევთ თქვენ იმის მტკიცება, რომ ჩვენ დავბომბეთ, ჩვენ დავიწყეთ, მე არაფერს არ მაძლევ და არაფერს არ ვამტკიცებ, რაც არ არის ფაქტებში, ტელევიზიის არქივებში. ჩვენ ჩემზე უკეთ იცით, ინგა და ხლა ამაზე ხო არ ვიდავებთ რა იყო იმ დღეებში თანმიმდევრობა რა ხდებოდა. მე არაფერს არ ვამტკიცებ. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ანუ ჩვენ თუ რაღაცეებს ვმალავთ, თვლით რომ ასე უფრო გავიტანთ, ის რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, ის რომ რუსეთი არის ის, რომელმაც დაიწყო ომი კიდევ ერთხელ 1801 წლიდან, შემდგომ ყოველჯერ როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში. ეს თუ არ ვიცი, მაშინ არაფერი არ მცოდნია. არა, ეს იცით, მაგრამ გეკითხებით, ანუ ჩვენ ქვეყანას თქო რას მოუტანს იმის თქვენ გამტკიცება, მით უმეტეს თუ გახდეთ პრეზიდენტი, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა. დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის, რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსების მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი. იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო გარიგებები. ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე.